მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით ტელემოყურებელს. ახლა რავი, ახალი წელი მოდის და არ მინდა ხემი დაგტოვოთ, მაგრამ ამ შეხვედრიდან ავრელი აბსოლუტურად არაფერს. შედეგის მხრივ რა, იმიტომ რომ შედეგი ვერ დადგება ამ ეტაპზე. თავი არ უნდა მოვიტყუოთ ამ ოპტიმიზმით. ანუ გვახსოვს ხო ტრამპი წინასაარჩევნო თამობდა რომ მე თუ ამერჩევთო ერთ დღეში დავასრულებ ომს, ხო? ერთი დღეც გავიდა და ერთი წელიც გავიდა იმის მერე რაც ტრამპი ერჩიეს, წელიწადს გადაცდა უკვე და ომს ბოლო არ უჩანს. ორი მიზეზი აქვს ამ რატო არ ველიმე შედეგს. პირველი და ეს უფრო მარტივ გამოსასწორებელი, მაგრამ საკმაოდ რთული. ეს არის ტრამპის თვითონ პირადად მისი ძალიან არათავმინდებული ქცევები საგარეო პოლიტიკაში. აი ეს პუტინთან ზარის არ იყოს და ეს ბულინგის ვცდელობა ზელენსკის გვახსოვს ხო ყველას იმისი და ნუ ეხლა ზელენსკი საკმაოდ ზურგამაგრებული ჩავიდა. ზელენსკი ძალიან გაიზარდა საგარეო პოლიტიკურადაც გვინდა თქვა. ჩავიდა ევროპელებს მოელაპარაკა, მათაც თქვა ჭკუადა არიგეს, კაი გაგებით, გარანტიები მიცეს და უთხრეს რომ ამის იქეთ არაფერს არ დათანხმდე. ამიტომ ტრამპის ეს ქცევა ექსცენტრიულობას მატებს მას და არ გვაძლევს სერიოზულობას აკლებს თვითონ პროცესს რა ემოლაპა შენ ხა კაცი დაბარებ და აანონსებ ერთ საათად ადრე რომ აი მე ხა პუტინს ველაპარაკე და გადასარვის ალბან მქონდა. მეორე და ბევრად მნიშვნელოვანი რომ პუტინს არ ჭირდება ამ ეტაპზე მშვიდობა. აი ეს არის ყველაზე მთავარი აქ რა. აი ბაბადი გაგაწყობინებდა ჩამონათვალში პრელუდიისა და ფონისა რომელიც ზელენსკი ტრამპის ამ დაანონსებულ შეხვედრას წინ უძღვის გუშინდელი ვიდეო კადრებია მნიშვნელოვანი გავიხსენოთ პუტინის სტუმრობა გენერალურ შტაბში და იქ გაცხადებში რომელიც და გაცხადება რომ მეტძალას გამოვიყენოთ. ობიექტურად უნდა ვაღიაროთ რომ დიდად არ ხდება მაინცსა და მაინც ხო მაგრამ და ამ ლავროვის დღევანდელი განცხადებაც და მუქარებიც და ის რომ თითქოს მათ კიდევ ახალი ტერიტორიები დაიპყრეს იმ ფონზე როცა კუპიანსკი აღმოჩნდა რომ ისე უკრაინელების ხელშია და მუქარები რომ თუ ყველაფერს რასაც ვითხოვ არ მოგცემთ ჩვენ სამხედრო ოპერაციის მიზნებს სამხედრო გზით შევასრულებთ. ის რა არის ახლა ძალიან ფილოსოფიაში წასვლანი და ამის დროც არ გვაქვს და პუტინს ომი არ ჭირდება, იმიტომ რომ მშვიდობა არ ჭირდება, იმიტომ ომის ეკონომიკაზეა რუსეთი აწყობილი, მშვიდობის შემთხვევაში ბევრი დაზარალდება ეს ეკონომიური მოდელი, რომელიც ომს ეფუძნება და პასუხი შევა მოთხოვნა ბევრ რაღაცაზე. მათ შორის მისი წრის, ასე ვთქვათ, ხალხმაც. ამიტომ მისთვის ომი არის მისაღები, მას უნდა რომ იყოს ისტორიული პიროვნება და როგორც პეტრე პირველი იყო და ამისთვის ჭირდება უკრაინის ასე ვთქვათ დაპატრონება რომ მე აღადგინოს რაღაცა სახით რუსული დიდი იმპერია. ამაზე არაერთხელ გულაპარაკი ეს ყველაფერი ვიცით. აქ კიდევ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შემდეგი. დღეს პუტინი ვერ აღიარებს ვერც გამარჯვებას და ვერც დამარცხებას. ანუ დამარცხება ხა რატო არ არის პუტინისთვის რომ ჯერჯერობით უკრაინის ტერიტორიაზე ანუ მისი მიზნები დამარცხდა პირველ 3 დღეში კიევის აღება და ხა გაზმანოვის კონცერტი რაღაც ისულელები ესენი არ მოხდა რა თქმა უნდა. მაგრამ ისიც ვერ მოხდა რომ უკრაინმა ვერ განდევნეს ხა ბოლომდე რუსები და გარკვეული ასე ვთქვათ ფრონტი დასტაბილურდა ხო რაღაც პატარა ქალაქის აღებას. ანუ გაჭედილია პუტინი დღეს. შესაბამისად ამ გაჭედილ მდგომარეობაზე არის აგებული მისი სტატუს კვო, მისი ელიტე, მისი ეკონომიკა, მისი მთელი ასე ვთქვათ მოდელი ქვეყნის მართვის. ამ ომზე არის. ხა თუ ჩვენ ოდნავ ჩავღრმავდებით, შევხედავთ რომ აი მაგალითად რუსეთს აი ხალხი ეხუპება. ამ დაახლოებითი მონაცემი არის რომ მინიმუმ 300,000 ადამიანია რუსეთი 300,000 რუს ჯარისკაცია დაღუპული ამ ომში. ამ ეტაპზე ეს არის მინიმალური ციფრი. კი, თუმცა დაჭრილების რაოდენობასთან ერთად მილიონზე მაღალია ეს ციფრი, ეს ტრამპანს ოფიციალურად. ეხლა ყველაზე დიდი დაღუპულების რაოდენობა მოდის ბაშკირისტანზე მაგალითად, ტუვაზე, ტატარსტანზე. ანუ ეთნიკურ რეგიონებზე, რომელსაც ძალიან დაუმალავად ამბობენ რუსები, რომ გაიწმინდოს რუსეთი, რა კარგია, რატომაც არა. წავიდნენ მე რა. მოსკოვიდან, პეტერბურგიდან ძალიან ცოტა ხალხი მიყავთ. ძალიან ცოტა ხალხი მიყავთ დიდი რუსული მეგაპოლისებიდან. ძირითადად მიყავთ გაჭირებული რეგიონებიდან და უდიდესი უმრავლესობა წაყვანილების არის, ეს არის ეთნიკური რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკური უმცირესობები, სხვა ჯგუფების წარმომადგენლები. მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიელები. ჩრდილოეთ კავკასიელები, მაგრამ უფრო მეტად აზიური წარმომავლობის, რა, უფრო მეტად. ეხლა ამის ფონზე პუტინს შეუძლია გაწელოს ომი 1 წელი, 2 წელი, არანაირი პრობლემა არ აქვს მას. ანუ პუტინს რესურსი რომ 1 და 2 წელი ომოს დღეს აქვს ამის რესურსი. აი ის წარმატებას ვერ მიაღწევს, მაგრამ რატო უნდა დათანხმდეს ის მშვიდობაზე, რომელიც მას არ მიაჩნია სწორედ, ხო? ამიტომ ის ითამაშებს, ეს ყველანაირად ასე ვთქვათ, შეეცდება რომ თავისი
მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდოს, მაგრამ იმ გეგმას, რომელიც ხა რეალისტურად ევროკავშირთან ერთად ზელენსკი დადგა, არასდროს პუტინი არ დათანხმდა. კარგი, ეს პუტინის კუთხე გასაგებია, მაგრამ ეხლა შეეხება ზელენსკის კუთხეს. ახსენე სტატუს-კვო. სტატუს-კვოს ნაწილია არა მარტო ის, რომ რუსეთი ვერ იმარჯვებს, სტატუს-კვოს ნაწილია ის, რომ უკრაინა არ მარცხდება და არც აპირებს კაპიტულაციის გამოცხადებას, ამის არანაირ წინაპირობა მას არ აქვს, მათ შორის არც ფრონტზე არსებული ვითარებები. ომი დასრულდეს. ან ორივე მხარე უნდა დაიღალოს და აღიაროს, როგორც კორეის ომში მოხდა, ხო, რომ დაეჯახენ ჯერ იყო, რომ დასავლეთი იგებდა, მერე ჩინეთი ჩაერია, ისინი იგებდნენ, მერე დაყაიმდნენ, ასე ვთქვა და შუაში გავლეს ხაზი და თქვენს რომ კაი გვეყო მილიონი ადამიანი დაკარგა ჩინეთმა მაგ ომში. გვეყოფა თქვენს ბოლოში, ხო? ესე სიტუაცია ჯერ არ არის. გვეგონა რომ იყო და მაგის იმედზე იყო ეს. იმიტომ რომ თუ ეს სიტუაცია არ არის, მაშინ არც ერთ მხარეს არ აწყობს მშვიდობა ასეთ პირობებზე. რუსეთს იმიტომ არ აწყობს, რომ ჯერ მიზნებს ვერ მიაღწია, უკრაინის იმიტომ არ აწყობს, რომ ხო მის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია და რატო უნდა დათმოს, ხო? ეს და როცა ევროპა მაგალითად დღეს მხარს უჭერს, ხო? შესაბამისად, ომი რომ მორჩეს, ვინმე უნდა გაიმარჯვოს, ან ვინმე უნდა დამარცხდეს, ან ორივე უნდა დაიღალოს. ამ სამიდან არც ერთ სახეზე გიორგი არ არის. არც რუსეთია დამარცხებული სამწუხაროდ, საბედნიეროდ არც უკრაინა არ არის დამარცხებული და აგრძელებს ომს და ზუსტად ამიტომაც ზელენსკი არ არის გარდაუვალ მდგომარეობაში, როგორც ეგონა რომ ტრამპს რო იყო. ზელენსკის აღმოჩნდა მხარდაჭერების ყოლია ევროპამ. გამოუვალ მდგომარეობაში. ხო, გამოუვალ მდგომარეობაში, ბოდიში. არ არის ეს გამოუვალ მდგომარეობაში. კი, თუ ბევრად უფრო რთული არის მისთვის ახლა ტრამპთან ვიდრე ბაიდენთან ურთიერთობა, ბევრად უფრო გართულდა, მაგრამ რუსები როგორც იდგენ იქ, სადაც იდგენ, ისე ვიგდგანან. ანუ ეს არაფერი დიდ რუსებს მატერიალურად არ მოუტანა. რა თქმა უნდა, ტრამპ შეუძლია კიდევ უფრო გაართულოს მდგომარეობა, მაგრამ ის რესურსი, რომ რაღაც პერიოდი ომი გააგრძელოს, უკრაინასაც აქვს. იგივე ევროპის დახმარებით. რამდენი ხანი იქნება ეს უკვე სხვა საქმეა, რა თქმა უნდა. შესაბამისად, დღეს მე ხარ რეალისტურად ვერ ვხედავ ვერანაირ რაციონალურ მიზეზს, რატო შეიძლება რომ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა და კუთხე კი არ გამოგრჩა მივადექით, ეხლა ტრამპს რა უნდა ამ ყველაფრით? ტრამპს უნდა ნობელის პრემია. ტრამპს რაღაც კონკრეტული მოლოდინები არ ქონდეს, ან რაღაც რესურსის ამუშავებას არ ფიქრობდეს, არ დათანხმდებოდა ამ შეხვედრას, ან თვითონ არ იქნებოდა ინიციატორი, სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცით, ვინ არის ინიციატორი, მაგრამ როგორ დაგეთანხმო ეხლა გიორგი ამაში? აი, მოდი ეხლა მოგცემ მაგალითს. ალიასკის შეხვედრა გავიხსენოთ. კი. აი, რას მიაღწია მაქედან ტრამპ? აი, მაგ ლოგიკა აიღე და გაზომე ვერ მიაღწია პუტინმა მიაღწია საერთაშორისო პუტინს დავანებოთ თავი პუტინი თქვით რომ აი უნდა ხო პუტინზე ხო თქვით კაც პუტინი ამას გამოვა ტრამპ აი მაგ შეხვედრას მიაღწია ვერაფერს ხო პირიქით ტრამპს გაკვეთილი უნდა გამოეტანა აქიდან ხო რამე ვნახეთ მე რომ მაგაზე ვერა ხო ანუ აი ეს იყო ეს ფუჭი ოპტიმიზმი როდესაც ჩვენ გონია რომ ჩვენ მიჩვეული ვართ და სწორედ ვართ მიჩვეული როცა ამერიკა რაღაცას ხალხს კიდევდა სერიოზული პოლიტიკური ასე თქვათ სტრუქტურის სერიოზული პოლიტიკური ლოგიკით მოქმედებდა და ამა თუ იმ შედეგამდე ყოველთვის მიყავდა პროცესი. ნუ ხშირ შემთხვევაში ობამას მერე ცოტა გაფუჭდა ეს ყველაფერი სირიაში ვნახეთ პირველი დღეს ეს აღარ არის გიორგი ტრამპის ჩარევა ერთი წელია ამბობს რომ მე აი ამ ომს დავასრულებ. ტრამპს უნდა პირადი მიღწევები ჩაიწეროს თავისი. მაგრამ ეს პირადი მიღწევა თუ დარტყმის ქვეშ დგება ერთის მხრივ ზელენსკის მოუდრეკლობის და ევროპელების აქტიური ჩართვის გამო. მეორეს მხრივ პუტინის აქციების გამო, რომელიმე მიმართულებით რისხვას თუ არ მიმართავს, უნდა გადააბრალოს მაინც. არა, შეხედე რომ არა შეობა ტრამპი რახან შედეგს ვერ აღწევს, პროცესზე გადააქვს. ჭკვიანურია სხვა შორის. აი პროცესი იწელება ესე. ხო, ანუ მისთვის ახლა შედეგი კი აღარ არის შედეგი, პროცესი გახდა შედეგი. რა, შესაბამისად, პროცესზე გადავა, აი რაც უფრო მეტი მოლაპარაკება შედგება, რაც უფრო ხა ტრამპი კაი შოუმენია, ძალიან ნიჭიერი კაცია, ხა მაგას უნდა უკარგავთ. და ესეც, ამიტომ ესეთ რაღაცებს ჩვენ კიდე ბევრს ვნახავთ. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ. ნოდარ, დიდი მადლობა. გილოცავ დამნექშობა ახალ წელს. ვიმედოვნოთ, რომ მათ შორის პირველ რიგში სწორედ უკრაინის ფრონტზე და უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს, ეს იქნება მეტნაკლებად, მაგრამ მაინც უფრო სამართლიანი მშვიდობა. უკრაინისთვის, უკრაინის ერისთვის გვესმის, რომ სრულიად სამართლიანი ვერ იქნება ნამდვილად და არსებული სტატუს-კვო განაპირობებს იმას, რომ არავის აქვს ისეთი უპირატესობა, რომ პირობების წაყენების კი არა, არამედ ამ პირობებზე დათანხმების პერსპექტივა არსებობდეს დღევანდელი მოცემულობით. მადლობა, რომ ჩვენთან იყავით.